გამარჯობათ. ვიზუალურობაზე არაფერი არ ვითხრათ ხალხო, ესე საკუხდი და ვარ გამოგწდები. მეყოფა. ვიტყვა მოვიტეხე. სანამ კომბოსტოს წყალი ადუღდება, აი ალქაჯივით ცოცხიდან ახალი ჩამოსული და აი რაღაცა ეგეცავ გევა. დაიცე საკ ჩავშვირო და ცოტა ადამიანივით ვიყოს უცოტა. გამარჯობათ პირველ რიგში. მოგესალმებით. მეორე რიგში ამ ერთ ორ ცალს და დავკეცავ. ხვალდაზე გმუშაობ. პლუს დღეს სხვა ხალი წელია და კიდევ გილოცავთ ძველი ახალწელს. ხო და ხვალდაზე რო მუშაობთ, ხვალე მოსდიან ბავშვებს სტუმრები, ბარბარეს და ივანეს და ერთად უნდა, რავი, იქეიფონ თუ რაც აქვია, ხო და მაგისთვის ვამზადებ რაღაცებს. ხო და თან ხვალდაზე გმუშაობ და მინდა რომ სარეცხის უყოლაფერი დავამთავრო. თავის გაშრობიან და ბინავებიანად, რადგან პარასკევს შაბათამდე სახლში არ ვიქნებით მე და ნინო. მივდივართ ბაკურიანში. ხო და ამათ სახლში დავუტოვოთ გამზადებულები რა. ხო და დღეს არის ეგეთი საგიჟე დღე. ხან დაბლა ვარ, ხან მაღლა ვარ, ხან გვერდზე და ხან რავისა და ასე. იყოს 2 წუთი და ეხა კომბოსტოს წყალი დავდი. ხო და მირაზობ ვარ ხალხო, ერთი წამით ცოტა ასე გადავიწიო. აი ესე ლამაზად. ხო და всё, მოვედი დავჯექი 1-15 წუთი მაქსიმუმ. მეც არ შეგაწყენთ, იმიტომ რომ დაბალზე კი ჩაუწი კომბოსტოს წყალს. მაგრამ ეს მაინც ადუღდება რა. დღეს არ მინდოდა ეს ძალიან გადაღლა. იმიტომ რომ საღამოს მე და ლაშა გავდივართ ძველ ახალწელს ვხვდებით სხვაგან. აქ იქნებიან ბავშვები და ჩემმა მთლი ამოვა სავარაუდოდ ბიძინა. ხო და მიდგა ვაზის ფოთლის ტოლმა მოსახარშეთ. წასაღებია ეგ რა და ბლინჩიკი მაქვს შესაწყვეტ. თან პარალელურად ხო რაღაცებს ვამზადებ სახლისთვის, ხვალისთვის, უფრო ბავშვებისთვის. თან ნეტა ნახოთ რას ვგავარ. ესე მეტყობა რასაც ვგავარ. ჩხილები უნდა ნახოთ რას გავს. დალეწილ და მტროულ გაუბედურებული. საათს გეტყვით ახლა. რას მოვასწრებ არ ვიცი. დაიცე სად არის? 5 წუთია 5-ის. 9-ზე უნდა ვიყო მზად. უნდა მოვასწრო ვიზუალურობა. გაპრანჭვა. ეს. და თან ცოტა ხანი გამოძინებას ვაპირებ ვითომ, მაგრამ ეგ სავარაუდოდ ამოღებულია, ალბათ იქ დავიწიდებ. სადმე მივიყვდე. ესე იგი, დილთო მინდოდა ვიდეოს ჩაწერა მეთქი, რაღაცებს რომ მოვისაქმებ, მე ყავაზე ვიდეოს ჩავწერ მეთქი, მაგრამ ჩემმა უფროსმა ისაო, გინდათ რომ გამოვიდით, შეხით ვავჭაღო. ხო და ხა უფროსია უარს ხوار მეტყოდი და ამოვიდა. მოკლედ გოშინ ხო მოუხარშე, ინდაურიც მოუხარშე, ქათამიც მოუხარშე და ის სახლის ინდაურს და ქათამს აი რაღაცა საოცარი წვენი ჰქონდათ და ჩავყინე. წვენები რომ ანუ ხვალ სამსახურში წავიღებ, იქაც გააკეთო კაცობები მეზარება. ისა. ხო და წუხელ ვაპირებდი ნინოს დაურეკავ მეთქი, ვიცი რომ ძალიან მაგრად უყვარს გავაკეთე მეც რა 2 ჯამის ზედიზედ ვჭამე, ჯერ კიდე ფქვილი არ იყო მოშუშებული კარგად და მოშუშული თუ როცა. ხო და ფიქრობ ხა ნინოს დაურეკავ მეთქი ამოვიყვან და ერთად შევჭამთ, მაგრამ 10 საათი იყო და ვიფიქრე აღარ ამოვა. ამიტომ დილასანა მივდექ მოვდექი. მაგრად მშიოდა და ზუსტად მაგ დროს დარეკა ნინო, მსახლე უნდა გამოსულიყო და სამსახურში მიდიოდა და მე ვთხარ ნინო ამოდი აქ, არ მიჭამია მშია მე ვთხარი და ჩავახედე ქვაფშია ეს მაქვს თქო და 5 წუთი ჩემთან იყო.
ხო და ერთად გემრიელად მივირთვით და აი მაგან შემიშალა ხელი ვიდეოს ჩაწერაში. მაგრამ არა უშუალო მოვედი. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მოველი. ნუ მოკლედ. არ ვიცი. ეს პირველი ნაწილი დავამთავრეთ. რა ქვია პირველი ნაწილის იმას მონოლოგი, ალბათ, რა ვიცი. ეგ მოვჭით. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ დღეს და გუშინდელ ვიდეოს ხალხო. არ ვიცი, ამდენი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. გუშინდელ ვიდეოზე საოცრება მოხდა, აი ამდენი კომენტარი მის დღეებში ხო ნუ რაღაცა ლიმიტირებულად ზემოთ არის ხოლმე კომენტარი, მაგრამ ამდენი არც ერთ ვიდეოზე არ ყოფილა. ამდენი მესიჯი ერთნაირად არ მიმიღია, ამდენი მოლოცვა, ამდენი თბილი სიტყვა, ამდენი ეს მოლოცვა, დალოცვა, ზუსტად ვიცი რომ უკვალოდ არ ჩაივლის და ამისთვის თქვენ უდიდესი მადლობა ხართ, გუშინ თქვენგან მივიღე რაღაცა, არ ვიცი, მაგაზე მეტს ვერაფერს ვერ მივიღებდი, იმხელა ემოცია იყო, იმხელა სიხარული იყო და იმხელა ბედნიერება იყო, რაც გუშინ თქვენ ჩემდამი გამოხატეთ რა. ისეთმა ხალხმაც დააკომენტარა, რომ წერდნენ, რომ ანუ აი საუკუნეა შენთან ერთად ვარ და არასდროს დაგვიკომენტარებია, მაგრამ ამას ვერ გაუშვებდით ხელიდან, ამას თავს ვერ ვაპატიებდით, რომ არ დაგვეწერა და ასე შემდეგ. ზოგს არხი არ აქვს YouTube-ის და პირადში მწერდა და ხალხმა არ ვიცი, ღმერთ მას მაგად გადაგიხადოთ, ყველა ეს სიკეთე, ყველა ეს დალოცვა თვითოეული ტკბილი და თბილი სიტყვა, მადლობა დიდი. აი არ ვიცი, გუშინაც რაღაცებს ვაკეთებდი რა და კეთების პროცესში არ ნახულობდი. ანუ რომ ავიღებდი ტელეფონს და დავხედავდი, რომ ახალი კომენტარები იყო მოსული, ჩავდებდი, მოდი მანანა ეს გააკეთე უცბად და მაღლა მოდიოდი პარალელურად ვისვენებდი, იქ ფეჩთან ვთვებოდი, თან კაია მინდიიყო და მეთქი რომ ახვალ და რომ დაჯდები გამათბობელთან, წყნარად მაშინ ნახე, რომ გემრიელად წაიკითხო და ესე ჩქარ-ჩქარა არა უყურა. მე აი არ ვიცი, ვერ აგიხწერთ, რამხელა ბედნიერება იყო და რამხელა ემოცია მივიღეთ თქვენგან. სანამ არ ჩამეძინა გვიანობამდე ვუყურე მოკლედ თქვენ კომენტარებს და გვიანობამდე ვაგულებდი, აი იმდენი იყო, აი εν რაოდენობის მოდიოდა და მოდიოდა და მოდიოდა. სულ ეს გაკრეჭილი ვკითხულა. სულ გაკრეჭილი ვკითხულობდი კომენტარებს რა და აი რა ვიცი. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ნუ ზუსტად არა, მაგრამ ერთი თვე. პრინციპში 13 დეკემბერი იყო, როდესაც გავიგე. ესე 12-ში ღამე არ მეძინა. რომ აი ვფიქრობდი, არ ვიცი თქვენ თუ გახსოვთ თუ არა, ერთ-ერთ მომენტში უნდა გამესწორებინა და გადაგაგდე. ერთ-ერთ მომენტში ვამბობ რა, რომ აი არ ვიცოდი რა მექნა რა, ანუ რა უნდა მექნა, მაგრამ აი რა მოხდა იცით ჩემ ცხოვრებაში? დალაგებული რაღაცა, აი შენი თვალით გაზომილი სიტუაცია ამოტრიალდა არა თავდაყირად ადგა და უი და აი არა, აი უბრალოდ აი დაიშალა რა. რაღაცა რაღაცა გონებაში, აი ეგეთი რაღაცა იყო. ხო და ისა თქვი კიდეც რა ერთ-ერთ ვიდეოში, რომ მოგსვლიათ თქო, აი სადღაც მაგ პერიოდის ვიდეოში, რომ რაღაცა მთელ ცხოვრებას გიტრიალებთ მეთქი თავ. ეგ იყო პირველი ის, რაც თქვი. ხო და ეხა გათენდა 13 დეკემბერი, პარასკევით რა იყო. წავიდრე ყველანი სკოლაში, იოანია წასასვლელი ქართულზე თუ სადღაცას და ან მე დავდივარ რა, ეხა ვფიქრობ, კაი. ღამე დავგეგმე, რომ მეთქი, მოდი წავალ ექიმთან. მე ვიფიქრე, ექიმთან რა გინდა ქალო, ჯერ ხომ უნდა გაიგო. მე ვიფიქრე, აქ ჩავალ აფთიაქში თქო ტესტზე. მე ხა აქ ყველა სიცნობს რაღაცა მithumetes გამყიდველებს რაღაცას ხოლმე. არც მინდოდა რომ მეთქვა რომ აი ჩემთვის მინდა, იმიტომ რომ ვიდა, ნუ რა თქმა უნდა ყოველს გავუხარდებოდა რაღაცა, მაგრამ მინდოდა რომ ჯერ მე დაუწუნებულიყავი რა.
ამიტომ ვიკავებდი თავს, ავითრიე ფეხი, არ მინდოდა აფთიაქში ჩასვლა. მე ვიფიქრე ქალაქში წავალ მეთქი. მე ის ყველაფერი ვიფიქრე. ადექი მე და ამ ფიქრში მეთქი რაღაც ფიქრობ, ქალო დაუძახე შენი სასტრაფო დახმარება რო ყავ მადონა, ჩემი ბიძაშვილი. რომ ანუ ეხლა სად ერთი თავი რო ფიქრობს და სად მეორე თავიც რო დაემატება, ნუ ცოტა ბუეტი, მაგრამ მაინც მეორე თავია. ხოდა მეთქი მადო ესე ხდება და არ მინდა ჩასვლა. აუ იქიდან მადონა გამიგიჟდა რაღაცა გოგო მე ვადრეო რო ვიყიდეო. მაგაში 2 და 1 ცალი მაქვს სახში და ამოდიო. მეთქი ხო არ გაგიდი ქალე ჩამოდი ხა შეთითო და მადონა ჩამოვა ზუსტად 15 წუთში თუ 20 წუთში ჩამოვიდა თან მე ეზოში გავდი გამოდივარ ქალო რა საკეთებ ამდენი ხანჯერთვის ვფიქრობ რომ სად ხარ თქო აქამდე როგორც იქნა მოვიდა და ვაიმე ნუ ის მადონას კადრები კი ნახეთ წინა ვიდეოში იოანე მეცადინეო და ქართულზე უნდა წასულიყო და ერთი სული მქონდა იოანე წასულიყო რომ ეს გაგვეგო და აი მე გიყო მაგარი თან ხო კვდებოდით სიცილით თან ერთმანეთს დავცინოდით თა რაღაცა და მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი ყველას ერთად ვეტყვი თქო მე ისე იყო რომ იოანე რომ მოვიდა მე უნდა სადღაცას წასულიყო მე ნინო მოვიდა ცეკვაზე წავიდა ბარბარე სკოლიდან ესე წავიდა და ქალთან გვიან მოვიდა მე გოგოებიც მოიყვანა და ანუ ერთად ვერ შევიკრიბეთ რა ანუ ყველა ცალ-ცალკე მოძრაობდა და ეხლა მე კიდე როგორ გინდა გაჩვენო. ამიტომ ასეთი თავად უთხარი ყველას. უთხარი რა ეს ვანახე და ნუ ეხლა რა თქმა უნდა ისედაც ვიცოდი რომ გაუხარდებოდათ და რაღაცა, მაგრამ ნუ ნინოზე დარწმუნებული ვიყავი რომ ეგ გაშტერდებოდა. ნუ ბარბარეს სულ ჰქონდა ხოლმე ოცნებათ რომ პატარა ვინმე ყოლოდ. იოანეს რეაქცია იყო თქვენთანაც ბევრმა აღნიშნეთ. ანუ ტელეფონი დავდე თუ არა, ეგ ტელეფონი დავდე და არც იცოდა რომ დადებული იყო ტელეფონი, ესე გადაუღე რეაქცია და მე რომ ცოდნოდა რომ ეგეთი რაღაცა იქნება, ამასაც დავდებდი აქეთ. ესე იგი ტირილისგან ისე ემოციისგან ისე ცუდად გაგულიას დგებდა. მეთქი ხარი, აი ეს არ გამიხდეს მისახე. აი რა ვიცი რა. მერე იყო რომ მეთქი ახალ წლამდე არავისთვის არ გვითქვია. საერთოდ მარტო ჩვენ ვიცოდით. და იმ პერიოდში, აი მე ტორმის ქვაბია მიდღოდა. იმ პერიოდში გახსოვთ თქვენ რო გეუბნოდით ფეხი რომ ტკიოდა. და უნდა წავსულიყავი დოპლერი გადამეყო. მე ბევრმა თქვენთაგანმა მომწერეთ რომ ფეხიო შეიძლება არაფერ შუაშია და ხერხემალიაო და მოკლედ ვაპირებდი საბუთებისედაც გადამეტანა EVX-ში და ნუ დადგა ის დღე, როდესაც წავედი EVX-ში. დედა ჩემმა იცის რომ ფეხზე უნდა გადავიღო. და იცის დღე დათქმული ფეხზე ხო გახსოვთ რო თქვი. მაგრამ რა ფეხზე? რა ხერხემლის რადგენს გავიკეთებდი და ნუ მოკლედ მადონასთან კონტაქტის შემდეგ და ამ ყველაფრის შემდეგ მეორე დღე გათენდა და წავედი ეგრევე EVX-ში წავიღე აქედან ნუ არაფერი არ წამიღია წავედი მოკლედ EVX-ში აღარც სხვაზე დავდექი ანუ საავადმყოფოში ოჯახის ექიმი ავიყვანე რაღაცა და ამ პროცესში დედა ჩემმა დამირეკა ერთხელ ორჯერ ამჯერ 10 ჯერ რაქენი და ანუ ფეხზე რომ უნდა გადამეყო და საავადმყოფოდან გამოველი დაურეკე რა იმიტომ რომ ხო ვიცოდი კიდე დამირეკავ და ხან გაუთიშე იქ რომ ოჯახის ექიმს რო უთხარი ესეთ სიტუაცია მეთქი მე გადამისამართებას ხო გიკეთებს და მოკლედ გინეკოლოგთან ვიჯექი ვლაპარაკობდი რაღაცა და 100 ჯერ დარეკა დედაჩება და 100 ჯერ არა ორჯერ და გაუთიშე ხო და გამოველი და მე დაურეკე რა რომ მეთქი ვიყავი თქო რაქენიო გადაიღეო და დოპლერიო გადაიღეო კი მეთქი გადავიღე მეთქო დოპლერი არა თქო და აბაო და ეხო მეთქი და პაუზა იყო რა საუბარი ხო და ანუ დედა მიცოდა მამიდა მიცოდა და ბიცოლა მიცოდა და მადონა ნუ ვიღა დარჩა მაგრამ მაინც შინაურებმა ვიცოდი ხო და ანუ არ მინდოდა ჯერ მეთქვა
რომ მაინც მეთქი საახალწლო სიტუაციაა თქო და ახალ წელს ვეთყვით ხო. ახალ წელს ამოვიდნენ 1 იანვარს ლილოდან ჩვენები ჩემი მამამთილი არ იყო, უფრო მაგის ემოცია მინდოდა, იმიტომ რომ ეგრევე ტირის ხოლმე და მაინც იტირა მე მეორე მესამე დღეს. ხო და რავი, ყველას გაუხარდა რა თქმა უნდა და ერთ სულ მქონდა კიდე რომ მეორედ წავს ვიყავი, როდესაც უკვე ხა რო ვიყავი 4 შაბათს, არა 2 შაბათს ვიყავი, უფრო სწორად ექიმთან წინა 2 შაბათს. მაგიტო ვიკავებდი თქვა, ერთი სული მქონდა მე თქვა თქვენთვისაც, მაგრამ ხო ყველაფერი უნდა გამეგო, ყველანაირად ყველაფერი და მეთქი მერე და რადგან ეს საახალწლო სიტუაცია თქვენთვისაც საახალწლოდ შემოვიტოვეთ სიტყვით და მეორე ხოზე რო ვიყავი უკვე გულისცემაც რო ისმოდა და ყველაფერი აღრიცხვაძეც რო დავდექი და ანალიზებიც და სუ ყველაფერი მწყობშია და ყველაფერი ძალიან კარგად არის. უკვე აღარ აქონდა იმას მალვითაც არა უმალავდი და რაღაც უბრალოდ მინდოდა რომ ნორმალურად გამეგო ყველაფერი რა და გუშინ იყო ეგ დღე, როდესაც გადავწყვიტე რომ всё ეს დღეა და უნდა ჩემს მაყურებელიც გავახარო თქო და ასე მოხდა ყველაფერი. ბევრი სიცილი, ბევრი სიხარულის ცრემლი, ბევრი რაღაცა და ერთ სიტყვით აი წეღანაც ვქვი რა ვიდეოს დასაწყისში, რომ ანუ რაღაცა ესეთ სიტუაციაა. დაგეგმილი გაქვს მუშაობ. სკოლაში ბავშვები, სახში ამას აკეთებ. სტუდენტი იოანე, ხვალ ამას გავაკეთებ, ზეგ ამას გავაკეთებ, 1 წლის მერე იმას გავაკეთებ, რაღაც და ამ დროს ღმერთმა შენ ჰოპ და აი ყოზით მოურია გემრიელი მარილი გემოვნებით და აი ესე მოულოდნელობისკენ შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ბევრი თქვენგან წერთ კიდე როგორ ხარ ანაირად როგორ რაღაცა ის ანუ საერთოდ წინა სამივე ისე გავაჩინე რომ არც ტოქსიკოზი ვიცი, არც ყირაზე გადასვლა ვიცი, არც წოლა ვიცი, არც გადმოსვლა ვიცი, არაფერი არ ვიცი. უბრალოდ ვიცი ერთი რომ ეხოს ფურცელი მაქვს და სურათი მაქვს და გულისცემა მაქვს, რომ ვიცი რომ პატარა არსებობს, ანუ სხვა შეგრძნება არ მაქვს. ერთი ის რომ ანუ აი ხარ ვლაპარაკობ გულდა მეღალა. ჩავდივარ გულდა მეღალა. რაღაცა მომენტებში. თორე სხვა არაფერი საერთოდ რა. სამივე ესე ვიყავი და ეხაც ასე ვარ და ეხა რომ ვამბობ, რომ ანუ ისე მქონდა გათავისებული მთელი ცხოვრება, რომ აი ეს პერიოდი რომ 3 მყავს, მეოთხე რაღაცა მეზობელზე ვლაპარაკობ, ვიღაცა მოხდა. ვერა. ხო იცი პირველი შვილი სანამ არ გიყოლება ხელში რო ვერ დაიჭერ, რო ვერ ითავისებ, რო რაღაცა ზუსტად ეგ მომენტია. ანუ რა მეოთხე? მეზობელი? აი ეს სიტუაცია მოკლედ. მინდოდა რომ ეს ვიდეოც ჩამეწერა, აი ძალიან მაგრად მინდოდა და ძალიან დიდი მადლობა მინდოდა რომ მეხადა თქვენთვის და ამ სიკეთეს მე ამ ემოციებს მე ვერ გადაგიხდით უკუზე და აი ღმერთს ვთხოვ რომ 100-ად დაგიბრუნოთ ეს ბედნიერება თქვენ უკან. თვითეული სიტყვისთვის, დალოცვისთვის, აი ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და რა ვიცი რა. მადლობა დიდი. წავალი ხავი გაგექცევით. ტოლმა დამრჩა გასაკეთებელი. სარიცხი მანქანა კი არა. ტოლმის იმას ვატარებდი ხალხნო და ერთი ჯამი ის მქონა გასატარებელი რა და საკმარისიც გავატარე და ვფიქრობდი ამას თუ გავატარებ მეთქი და ფარშად ვინახავ ხოლმე მერეზე პარკზე დავაფწყელებ ხოლმე რა და ესე თხლათ ვალაგებ ხოლმე ერთმანეთზე და ფარში მაქვს მე თარო თხლათ არის გაყინული ადვილად ტყდება და ადვილად იმოშება და ამასაც გავატარებ თქო და მექნება რა ხო და ანუ ტოლმის სამყოფი რო გავატარე და ეს დავიწყე მაგდანას ლურჯებს ავიქა და ჩემი
ხორცაკები მანქანა ჯანჩენ და გეწოსმეთ კი რაც დამჩა საყინულეში გაუშვი. წაველი ხა ტოლმასა თავდგავ, რომ მერე ეს არის ცისამაკ მისალაგ მოსალაგებელი. დავიც მოსაწესრიგებელი ესე ბატისჭუკივით ხო ვერ წავალიქ. და გავიბრანჭო. ჩხილები რა გითხრა არ ვიცი. დავიკრავ ალბათ. რაღაც ეჭვი მეპარება ალბათ ღია ფერის მანიკურს წავის. მაგრამ ჯერ ეს დამტროულები უნდა მოვიშვალო. ერთ სიტყვით ხახნო. წავედი, კიდევ და კიდევ გილოცავთ ახალ წელს. აბაჰე და აბაჰო მაგრად იყავით და ავი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენ ცხოვრებაშიც ისეთი ბედნიერება შემოსულიყოს. მით უმეტეს ვინც წლებია ელოდებით ძალიან სამწუხაროდ ერთი და ორნი არ არიან ესეთი ხალხი რომლებიც ამ ბედნიერებას ელოდებით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს უფლის წყალობით თქვენთანაც ძალიან მალე ეს ბედნიერება შებოვა და გაგახარებთ. ყველას აბსოლუტურად. მადლობა ყველაფრისთვის და წავედი ახლა მე.